დედის დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დღეს წეროვანში ჩავიდა. მარიამ ჯაშმა დღევანდელი დღე კომპაქტურად ჩასახლებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ქალბატონებს და მათ შვილებს მიულოცა. მოსახლეობა კი განსაკუთრებულ დახმარებას სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით ითხოვს. ჩვენ გავიარეთ ის საკითხები, რომელიც პრობლემური რჩება მოსახლეობისთვის. შევეხეთ როგორც ჯანდაცვის თემებს, ასევე კულტურის და განათლების საკითხებს და აუცილებლად ჩვენ კოორდინაციას გავაკეთებთ კოლეგებთან, რომ ეს კითხვები რაც დაისვა მაქსიმალურად დროულად მოხდეს მათზე რეაგირება. დედის დღის აღსანიშნავად პირველ რიგში ნამდვილად მუხლი მოვიყარო და პატივი ვცე საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ჯარისკაცის დედას. და ალბათ ყველა ქართველი დედის სურვილია დღეს, რომ ის რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ის რაც ხდება დღეს უკრაინაში, აღარ განმეორდეს. მინისტრის მოადგილეს უთხარით ჩვენ სოციალური პრობლემების შესახებ. უშუალო პრობლემა არის დაზღვევის პრობლემა. ჩვენთვის ხელმიუწვდომელი არის საქართველოს ნებისმიერ კლინიკაში რომ ჩავიტაროთ ანდაც გამოკვლევები, თუნდაც სტაციონარული მომსახურება და ვთხოვეთ რომ იქნებ შესაძლებელი იყოს, მაგრამ რამდენადაც გავიგეთ, წლის ბოლომდე ეს პრობლემა მოგვარდება.